გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აღამოს პარასკევსთან ჩვენთან ერთად ხართ. მე უბრალოდ იმ ინფორმაციას, რაც უკვე გავიდა, დავამატებ, რომ ამაზე არ დავკარგოთ დრო, რომ კვლევის ავტორები არიან ბესარიონ ბოხაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და გიორგი მშვენიერაძე და კვლევის ორგანიზებაში ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად მონაწილეობდა ღია საზოგადოება მართლმსაჯულების ინიციატივაც. თავდაპირველად მაინც მინდა ვიკითხო, რომ ტენდენცია დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. Այս դապատիմրեբები წინასწარი დაკავება, რაზეც არის კვლევა. რამდენად აი ტენდენცია როგორია, რამდენად ხშირია, კიდევ უფრო გაიზარდა, ცოტა მაინც შემცირდა. ანუ ეს პრობლემა რამდენ ადამიანს ეხება, რაზეც კვლევა არის ჩატარებული. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ ამ თემის წინ წამოწევისთვის და გაშუქებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ რაღაც შედეგი დავდეთ, რაღაც ვიკულიეთ და ეხლა მნიშვნელოვანია ეს მივიტანოთ საზოგადოებასთან, რათა მე საზოგადოებამ ეს გაითავისოს, დაინახოს პრობლემა და მე შემდგომ ეს პოლიტიკოსების მეშვეობით ამ შემთხვევაში კანონად ვაქციოთ და თავიდან ავიცილოთ. ჩვენი მიზანი პირველ რიგში არ იყო, რომ ვენახა რამდენად ხშირია დაკავება და ასე შემდეგ. ჩვენ მოცემულობად ვიღებდით, რომ რაღაც რაოდენობა დაკავებების არის და იმ დაკავებების ფარგლებში თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად ჩვენი კვლევა წავიდა ამ მიმართებით. პირველ რიგში ესე ვთქვათ, ჩვენი ფორმატი როგორი იყო? ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათაც მინდა საჯაროდ მადლობა უთრო, რომ მათ დაგვწეს ნება 2 თვის განმავლობაში ის თქვენს მიერ დასახელებული 3 მკვლევარი ყოფილიყო შესული და ქონოდა სრული წნობა და დაკვირვებოდნენ შიგნიდან პროცესს. ეს იყო რაღაც უნიკალური ტიპის კვლევა, რომელიც პირველად ჩატარდა 2011 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: ჰოლანდია, ინგლისი, შოტლანდია, საფრანგეთი. შემდგომ ამ შემთხვევაში ღია საზოგადოების სამართლის ინიციატივამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღმოსავლეთ ბლოკის, ესე ვთქვათ, 3 ევროკავშირთან თანამშრომლობის მოსულნე ქვეყანაში განეხორციელებინა იგივე სახეს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. კი ბატონო, ეს ტრადიციული სამეული. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ცდილობს ევროპასთან ასოცირებას. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენთან გამოიკვეთა, შეიძლება რაღაც დოზით არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ უფრო მეტად უფრო კარგები უნდა ვიყოთ, ვიდრე ისინი. ერთი მარტივი მიზეზი გამო, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად დასავლურ ინტეგრაციას, ჩვენ ვცდილობთ, რომ უკეთესი სისტემა შევქმნა და უფრო კარგი ქვეყანა ვყავდეს, თორე იმით შეიძლება ამ შემთხვევაში ეს პრობლემა იმდენად მწვავე არ იყოს. აი მოდით პრობლემებზე, ანუ სამი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც კვლევის სამზე რომ შევჩერდეთ, თუ იმიტომ რომ ბევრია, ვიცი. სამი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ მართლაც დაკავებული ადამიანის უფლებები არ იყოს დარღვეული და სხვა შორის არ იქნებოდა ურიგო, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავისი უფლებებიც იცოდეს, არავინ არ არის გარანტირებული, რომ რამე ცუდი შეიძლება არ შეგვეთხოვეს, რომ ვიცოდეთ რა უფლებები. აი, სამი პრობლემა, აი რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კვლევამ რა დაადგინა? კი ბატონო, უფლებები ახსენეთ და მოდით დავიწყოთ აქედან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგნება, რაც იყო ჩვენთან, ეს არის უფლებების განმარტება. ყველა საპროცესო მოქმედების წინ, როდესაც სამართალდამცველი აკავებს ან ნებისმიერ სხვა ღონისძიებას ახორციელებს კონკრეტულ კერძო პირის მიმართ, აუცილებელია უფლებების განმარტება. ჩვენი კვლევარების მიერ არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ეს უფლებების განმარტება იყო საკმაოდ ზერელი. როცა გეუბნებია, რომ თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95 მუხლით. რომელიც არავინ არ იცის რა არის. მეც არ ვიცოდი, რომელიც იურისტი ვარ და მუხლის ნუმერაცია არ მაქვს ასე შემდეგ. უფლების განმარტება, როცა შინაარსიდაც ხდება, ძალიან ხშირად არის ეს ძალიან, ესე ვთქვათ, ზოგადი, ძალიან ფორმალური და ესე ვთქვათ, აი როგორც თითქოს ხაპასხუპით რაღაც ჩაიკითხო, თითქოს ხუთოსანი მოსწავლესავით, აი ამით თორდება ყველაფერი. არავინ არ უფიქრდება იმას, იმ ადამიანმა გაიგო ეს, ყველა ეიფორიაში იმ მომენტში, ხა ზოგი შეიძლება მართლა ესე ვთქვათ, აი გამოცილი კრიმინალი იყოს და ხშირად კონდეს შეხება სამართალდამცველებთან, მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომელსაც ეს პირველია და შესაბამისად ის თვითონ დაბნეულია და რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად კარგად მოხდეს განმარტება. ამას წინათ ერთ-ერთ რადიოში მქონდა ჩართვა და წამყვანმა ბოლოს იკითხა რა არის შემოსწავლეს მოგცემ. თუნდაც ანუ ყოველთვის ყველა მოქალაქეს უნდა ქონდეს რომ მაქსიმალურად მეტი მოითხოვოს. ეტყვიან რაღაცას და ეს ეტყვიან რაღაც უფლება გაქვს, მოითხოვოს მაქსიმალურად ახსნევენ რომ მას აქვს ამის უფლება რომ იცოდეს რას ნიშნავს კონკრეტული უფლება რომ მე შემდგომ ეფექტურად ისარგებლოს. მეორე მომენტი, მეორე ძირითადი საკითხი ეს არის არაფორმალური დაკავებები. არაფორმალური დაკავებაში გასაუბრების მიზნით მანქანაში ვიღაცის ჩასმა და შემდგომ მისი გადაყვანა კონკრეტულ ადგილას, რათა მოხდეს მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღება. პირი ფორმალურად დაკავებულია, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად დაკავებულია, მაგრამ ფორმალურად არა. რამდენიმე საათით მეთხანს ატარებს ამ შემთხვევაში. და მესამე პრობლემური საკითხი, რომელიც გამოვლინდა, ეს არის ადვოკატის სარგებლობის უფლება, იმიტომ რომ
საწყის მომენტში თუ კი ადვოკატით არის სარგებლებ, შემდგომ ისეთი შეცდომა შეიძლება იყოს დაშვებული, რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენთან ბიუროკრატიის გათვალისწინებით უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატი რომც მოვიდეს, ამას დაახლოებით 2 დღე-დღე-ნახევარი ჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია არის, რომ შეიქმნას ეგრეთ წოდებული 24/7-ზე სატელეფონო სისტემა მაინც. თუ სახელმწიფოს დღეს არ აქვს რესურსი იმის, რომ კონკრეტული ფიზიკური ადვოკატი გამოყოს, რომელიც ჩვეულებრივად მოვადა დაცვას განახორციელებს, მინიმუმ ტელეფონით არსებობდეს ყველა დაწესებულებაში, სადაც მეორე მხარეს იქნება ადვოკატი. 24 საათიან რეჟიმში მოხდება შესაბამისი უფლებების განმარტების მიწოდება, რა თქواس. რომ განუმარტო რომ მას დუმილის უფლება რო არ უნდა დაიბრალოს დანაშაული, თუ კი არის რაღაც ისეთი, რაც ამ შემთხვევაში მის საწინააღმდეგო ის რო არ უნდა თქვას. ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელსაც ჩვენი სამართალდამცველები ხშირად იყენებენ, ეს არის რა? პირველ რიგში კითხავენ მოწმის სახით პირს. ანუ მოწმეს არ აქვს იგივე გარანტიები, რაც ამ შემთხვევაში აქვს ბრალდებულს. შესაბამისად, ბევრი ისეთი ინფორმაციას იღებენ საბოლოო ჯამში და მოწმის სახით პირის თანამშრომლობას ითხოვენ იმ დოზით, რომ თუნდაც მან თავის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს. გასაგებია. კანონში თუ არის ცვლილებების შესატანი, ანუ აი რა მინდა იცით, ძალიან კარგი მე მომწონს, როდესაც თქვა დამოკიდებულება ან სიტუაცია არის არა შენი შინაგანი განწყობით ნაკარნახევი, არამედ კვლევა არის სერიოზული ჩატარებული. შესაბამისად, რა ცვლილებებია აუცილებელი გატარდეს კანონში? ეს ერთი და აქვე ვიკითხავ პრეზენტაციაზე მე სამწუხაროდ არ ვიყავი, არ ვიცი იყვნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენად მზად არიან რომ თუნდაც დისკუსია დაიწყოს იმ ცვლილებების ან იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც კვლევას მოყვა. Tali კარგი შეკითხვაა. მოდით გამოვყოთ რამდენიმე სეგმენტი. პირველ რიგში იურიდიული დახმარების სამსახური. ჩვენ ვახსენეთ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა პრეზენტაციაზე და მან პირდაპირ თქვა, რომ ის მზად არის. არ თანხები არ არის, მაგრამ რაღაცის გაკეთება შეიძლება არსებული რესურსის ფარგლებშიც და ის მზად არის, რომ გარკვეული მოლაპარაკებები შეიძლება რაღაცა გადათამაშდეს, ვიფიქროთ რაღაც სხვა უცხოურ დაფინანსებას და ასე შემდეგ. ანუ იურიდიული დახმარების სამსახურისგანაც არის მზაობა. იგივე განგვიცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლობას. პროკურატურის წარმომადგენლობა დაადასტურა, რომ ისიც ხედავს გარკვეულ საკითხებში შესაძლო პრობლემების რისკებს კანონმდებლობაში. ამიტომ კანონმდებლობაში ცვლილებები და დამატებები ხშირად არის ძალიან კარგი საშუალება იმის, რომ პრობლემა აღმოფხვრა. ანუ ამ პრობლემების იდენტიფიცირების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ ჩვენ წარმოვადგინოთ ეს პრობლემები და შემდგომ პარლამენტმა კანონით აკრძალოს რაღაცები თქვას, რომ არაფორმალური გასაუბრება დაუშვებელია ასე შემდეგ. ადვოკატი ტელეფონის საშუალებით უნდა იყოს და ბევრი რაღაც. ასე რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ერთი მიმართულება არის პრაქტიკის შეცვლა და ჩვენ იმას ვიტყობთ, რომ პრაქტიკას შეცვლიან სამართალდამცველები თვითონ, მაგრამ მეორე არის კანონის ცვლილება. და ამ კუთხით ვიწყებთ უკვე საქმიანობას და იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი საინტერესო ჩვენს კვლევა არის გამოქვეყნებული ფონდ ღია საზოგადოების საქართველოს ვებგვერდზე. დიახ, თავისუფლად აინტერესებს, შეუძლია ალბათ ფონდს მიმართოს და ბეჭდური სახიდაც მიიღონ. გიორგი, ძალიან დიდი გაგიმართლობ და უშუალოდ. აქვე ადგილზე ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასეთი გახდა დღევანდელი მთავარი და მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს და უკვე გეტყვით ვინ იქნება სტუმარი, იმიტომ რომ მგონია რომ ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე ვისაუბრებთ. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვემეტაძე, ამასთან ერთად ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემაზე და ყველა იმ კითხვაზე, რაც აი ბოლო ხანებში დაგროვდა სასამართლოს სისტემაში მიმდინარე აქტუ სახარბელო სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გადაცემა მთავარი.